ცოტა ფიქრის თუ იმაზე ნაკლები ფიქრის შემდეგ გადაწყდა რომ ოჯახი უნდა გაფართოვდეს და იმატებ ახალ ტრანსპორტს. ოჯახში ახალი წევრი გყავს. მომიმზადე, ერთად გავჭედე. მზად ხართ რომ გაჩვენოთ ეს ყველაფერი? 3 2 1 ნახეთ რა საყვარელია. ეს არის Luan MHH Pro. Pro არ გენცვალე. უბრალოდ არ გეგონოთ. რომელიც არის ფაქტიურად ვაიმეს ასისტენტი, იმიტომ რომ არის ელექტრო. არც გახურება ჭირდება არაფერი. შემოჯექი всё, მზად არის ყველაფერი, უკვე ზიხარ დადიხარ. ეხა დაგიქვექავთ და ნახეთ რა ხმა აქვს. გათხართ? მართლა გერა ელექტრო არის. ეს მოპედი გადმოცა EV8-მა, რომელიც არის Luan-ების და Fly Brother, რომელიც არის Luan-ის და Fry არა. რომელიც არის აუ ლაპარაკი არ ვიცი. რომელიც არის Luan-ის და Fly Brothers-ის ოფიციალური შემომტანები საქართველოში. უკვე დაახლოებით 1 კვირა ვტესტავ ელექტრომოპედს და ასე ძალიან არ მეგონა თუ მომეწონებოდა. ანუ აი უმარტივეს რაღაც არის. შეხედე, აი ჯდები. ეხლა თქვენ გონია დასაგვიქია. არა, დაგვიქილია. ასე მიდიხარ. ჭირდება AM კატეგორია. გადის 70 კილომეტრს, აქვს მაქსიმალური 70 კილომეტრ/სთ სიჩქარე. იტანება დაახლოებით 6 საათში და გიждდებათ 60 თეთრი. ანუ 60 თეთრად 70 კილომეტრს გადიხარ. აიმე, შენ 70 კილომეტრს რამდენ თეთრად გადიხარ. ეს კონკრეტული არის 1500 ვატიანი, თუმცა EV8 ჩამოყავს უფრო მძლავრის და უფრო სუსტი ელექტრომოპედებიც და რამდენად ეკონომიურია უბრალოდ რომ დაფიქრდეთ. არასდროს არ გიწევს ზეთის გამოცვლა, არასდროს არ გიწევს ფილტრის გამოცვლა და ნუ საწოლზე ხო არაფერს აღარ ვიძახი. გიждდებათ 60 თეთრი. და მარტივად გადაადგილდები რა, ასე მოხვალ. Back the fuck up. აუ, სპორტი და ეკო რეჟიმიც აქვს. მეგობრებო, კომენტარებში არ ვაწყენინოთ Luan-ს. თბილად მივიღოთ და დავხვდეთ. ოჯახში მაინც ახალი არის და არ ვანერვიულოთ. და ასევე გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ შემდეგ ვიდეოებში Luan-ის გატესტვებიც ვნახოთ. აი, წავედი. კარგად. აი, ბანზაი, მოდივარ. სალამი, ნახვამდის.